ვითომ ხვალეა. ანუ გუშინ გელის გაგრძელება. აუჩე, ქალაქში არის დაბინძურებული ჰაერი. და რა რასახია? რა ლეგენდებიაო? რაღაცა უდაბნოს ნაწილაკები არის ჰაერის შემოსულიო თუ რაღაცა. რომელი უდაბნოსი ხო არ იცით? მაგრამ ხო ვერ მეტყვით როგორი ადამიანი იყო? ბედნიერება წარმატება გაიხარა გმეშქარა შენ. არა, აქ ის უნდა. ძალიან მეასება ეს ეგეთი შენ ვიღაცა რო რაღაცა ტერორისტულ აქტს რო ჩაიდენს რა 740 კაცი რო ყავს აფეთქებული და მეზობლებთან რომ მიდიან ინტერვიუს ჩამოსართმევად და ეს ინტერვიუ ეს ხალი რო იძახ რა ვიცი აბა მშვენიერი ბიჭი იყო მუშაო და ხო იცი და დედა რო აქვს ყველას დედა მოუწონა ვაფშე ჰიტლერთან რომ მიდიან ჰიტლერი მოკდა და მაგის ჰიტლერის მეზობლებთან მიდიან და აბა როგორი იყო და რატო უყურებ ხოლმე? გეძახი, გეგონება რაღაცას გიშავებდეს. ხო, რა დღეს არის ძალიან დაბინძურებულია ჰაერი. მე რო ნისლი მეგონა ბოლო 8 თვე არის, ძმაო თურმე ყოფილა ბინძური ჰაერი. ამიტომ ყველამ ჩვენი ვენტილატორები ცაში მივუქციოთ და გავუშვათ. იმიტომ რომ სხვა გზას მე ვერ ვხედავ, ძალიან ბევრი ბინძურია. და ვერ ხვდები რამ გამოიწვია, იმიტომ რომ მანქანების სიმრავლეს დავაბრალებდი, მართლა დავაბრალებდი. იმ შემთხვევაში, რომ დიდი ჩერია. ვეტყვი ჩერის. რა ცუდი. მანახ, მამა. რა შენ? გინდაო, წეგან უკითხე. ხო, საჭმელში. ნუ მიყვირი ხარ, ქალბატონო. ხო და მე მანქანებს ვერ დავაბრალებ იმის გამო რომ აი ბოლო 5 წელია თუ 10 წელია რაც მანქანები მოუბრალდა ჩვენ ქალაქში. მაგრამ სხვა ქალაქებში ამაზე მეტი მანქანები ხო არის ამაზე პატარა სივრცეებშიც. აი ბიჭო ნიუ-იორკში რა მანჰეტენზე ინენ აი ამაზე პატარა ქალაქებში. მანჰეტენი პატარა სივრცეა ეხა. თბილისის ხელა ნახდად არ არის. ბიჭო, თბილისი მე მგონი პარიზზე დიდი არის. ანუ ძირითადი ნაწილი რაც იყო პარიზის. ძირითადი ნაწილი რაც იყო ცენტრი პარიზი? ხო, აბა. ანუ მაშინ თბილისს ნუ ითვლები არა და ცენტრი დათვალე და ეგრე შეადარა. ბიჭო, პარიზი არა, საფრანგეთი არის 140 მილიონიანი ქვეყანა. მე არა, ბევრია მე მგონი 140 მილიონი. Короче, ბევრნი არიან, ჩვენთან შედარებით ძალიან ბევრნი არიან. ჩვენ აქ, короче, რავი, მე მგონია, რომ ჩვენს დასახლებები, ბანგლადეშში ხო არის დასახლებები. და რამდენი მანქანა დადის ბანგლადეშში? მანქანა ტუკტუკი ვარესი არ არის. ბიჭო, კონკრეტულად მანჰეტენზე ხო უნდა იდგეს ბოლი, короче, მე მაგას ვიძახი. კარგი. იქ ტექ ინსპექტორებას გადიან მანქანები. აქაც გადიან. კი. აქაც გადიან ახლა. დავე არის მანქანები რომ ვერ გადის. მანქანების ბრალი არ არის და ეგ არის პრობლემა. ხო და მაგას ვიძახი, მაგის ახსნას ვცდილობ, რომ მანქანების ბრალი არ მგონია და და იმენა მეჭხუბები, რომ აი გინდა თუ არა. ყოველთვის ეჭხუბეთ თქვენ შეყვარებულს, იმიტომ რომ ეს დაეხმარება მას უკეთესი იდეების მოძებნაში, ხო ვიცი? აი, ამის კაი პარმეზანი მეყიდი. ძალიან კარგი პარმეზანი უყიდი. ამაზე ვერ ვეჭხუბებით ახლა, კაი პარმეზანია. რა ვიცი, გასინჯავს და ცუდი გემოიქნება და იმ მერე ისწავლის ალბათ. რატოა კაი პარმეზანი? რბილად იხეხება. აჰა, რბილად იხეხება. და არ წყდება. ანუ პარმეზანი ცუდი არის. კი არა, მაგარია. ხო. და ეგ თუ რბილად იხეხება, ესე იგი პარმეზანი არ არის. პარმეზანია. მაშინ ცუდი პარმეზანია. თან იმაზე ძვირიანი პარმეზანია, ვიდრე რეგულარული რასაც ვყიდულობ ხოლმე. რეგულარული. ხო, სად ვიყავი, არ ვიცი. ჰაერს აბუქშველოთ ეგ უნდა მოვიფიქროთ. იმიტომ რომ ჩემი სახლიდან თემკა ჩანდა ხოლმე, ძალიან ძერსკად, აი თემკის სტოუნჰენჯი და ეხა აღარ ჩანს. იმიტომ რომ ვაფშე აღარაფერი აღარ ჩანს. არც ანძა აღარ ჩანს. არ და ჩემი სახლი იმიტომ ვიყიდე რომ აქედან ძოზე კაი ხედი. გორები აღარ ჩანს. გალდანის გორები ჩანს. აი გორების იქით აღარ ჩანს. გორები ჩანს ნისლად. ხო და მეც ნისლი მეგონა რა, მეთქი ახრა ნისლიანი შემოდგომაა თქო და ვიღაცას ეწერა კომენტარი რომ მე მზეში ნისლი არ მინახიაო და მანდ დამარყარო მეთქი wait. მე ტრაბროლ ბიჭო მე ვერ ხვდები, მართლა ვერ ხვდები რა შეიძლება ეს ძალიან გამოიწვია რა.
და გარეთ რო გახვალთ, ნუ ის უმტკებთ. ხო? ხო, აი. თან ხდებით ჩვენ ორი. ლენკამ თავისი პარმეზანი გადახეხა და შეინახა. აუ მე იცი რა უნდა გავაკეთო? მე უნდა გავაკეთო ლენკას გახმოვანება. ერთი დღე. ეხლა არა. მე რა საზოგადო. ამის TikTok-ზე რაღაც ვიდეოს გადავაღებინებ და მე იმ ვიდეოს გავახმოვანებ, აი რას აკეთებდი. ოკეი. ეგრე არის. ორაგული მაგარია. აუ ზეთით არის და ბარდა და რაღაცები აქვს. ფეფ. მე მითხრა. ეგონება შპროტია. შპროტია, აბა რა. მაინც შევჭამ. კაიჯუ აწერია? შევჭამ. კაიჯა აწერია. მე შევჭამ მაინც. ანიმე არის კაიჯუ ნამბერ 8. მაგრამ თუ. ფუφ. იუ. აუ რას უნდა ამოხეთქა, არიცით. აუ ძალიან კაი სონია პროტა, არა ჯანსაღია. ძალიან მინდა რომ ვერ ვიტან ჯანსაღ საჭმელს რომ აფუჭებენ არა ჯანსაღი რაღაცებით. აი ვიღაცა თუ ჭამს პომიდორს და ამ პომიდორს ჭამს ზეთით, პომიდორს ნუ აფუჭებ, წადი კარტოფილი ჭამის შემწვარი. პომიდორი ზეთით ვინჭავს. ძალიან ბევრი. კახურ ზეთი ისა? ნებისმიერ აი ზეთს უშვებიან სალათებს. მე მეძღება ზეთი ზოგადად ცხიმი არ მიყვარს. ცხიმის ესე ცოცხლად მიღება არასწორებს. მე მევასება აი ხორცი რო წავდა თავის ცხიმი რო აქვს, ეგ მევასება. მაგრამ ტაფაში შემწარი ხორცი მაინც იმდენად არ მევასება, რამდენადაც მწვადი, იმიტომ რომ ის ცხიმი რო დუდე გადის და იმ არომატს უტოვებს რაღაცას, მაგრამ არ არის ეს ცხიმი კაი. ნუ ჭამ ცხიმებს ვაფშე რა. მე ხეს მაგარი მემრიელი იქნება, მაგრამ ძალიან ზეთიანი. ბარდა და ლობიო და რაღაცები. მე შპროტს ყოველთვის შპროტი, მაგრამ მევასება, მაგრამ შპროტს ყოველთვის იცი რას უშვებოდი. არ მჯერა რომ რუალარი გადავიხადე ამაში. რუალარი გადაიხადე ორაგულში. ისე მე ყოველთვის მაინტერესებდა, აი სახელები რომ დაარქვეს რაღაცები. აი ორაგული მაგალითად. ვინც დაარქვა, რაზე ფიქრობდა? ეჟა დაარქვა ორაგული. ორაგული. არა, ეგ არის ორაგული. აუ ტუნა უნდა მეყიდა. აი ტუნას რატო დაარქვეს ტუნა? არის თინუს. თინუსი. ვინ იყო თინუ? თინუს ყავდა ეს თევზები? და თინუს დაარქვეს. თინუს მე მგონი მცენარე. და თევზი ყოფილა ტუნა თინუსი არის? ვოთახა. თინუსი რო ეწერა ხოლმე რაღაც საჭმელებს ხოლმე არ უმკვეთავდი, იმიტომ რომ რაღაცა ისყლებობა ის იქნება მეთქი. მცენარე თქვა, თუ თევზი არის მითხარი, შევჭამ. ტუნა რატო არის ეგეთ ცნობილი თევზი? ამის. ჩემ ბავშვობაში ის იყო ცნობილი ხამცა. ცნობილი რა, მეტი თევზი არ იყო, არ ჭირებოდა უბრალოდ. ვა, მაგარი ვიდეო არის ჰაერის დაბინძურებაზე. ესეთ კომენტარები მინდა რომ დაწეროთ 6 ცალი. ნაგინდა. აფე, მაგრამ მევასება, ესეთი ვიდეოები მევასება, ჩემები ყველაზე მეტად. აი, რაღაცა რო ხდება, აი, აჰა. ვა, პური. შენია. Yes, bitch. მე ძალიან დავიღალე. ერითი დაიღალე. აი, შეგიძლიათ ოტია იესელენის გიფები ჩამიყარო. ნახე, არ გაქვთ. აუ, ოტია იესელენი. აი, იყო კაცი ძრო. ენა. ოტია იესელენის გენიალურ გამონათქვამებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის ესეთი. თავის დროზეო ტრუსიკი უნდა გადაგეწია, ტრაკი რო დაგენახაო და ეხლა ტრაკი უნდა გადაწიო, ტრუსიკი რო უნდა დაინახაო. Sorry. ეგრე ტანგის ბიზნესი დააჯვა თავზე. ოღონდ მაგარი კაცი იყო. ძალიან მეასება, თან ყოველთვის ჩიბუხი ქონდა, თან. ჩიბუხი ქვია მაგარი, ხო. ჩიბუხით ეს დადიოდა და ესე რაღაცებს იძახდა. თან კარგ რაღაცებს იძახდა. სუდი არაფერი არ მახსოვს ვაკაცი. სულ საყვარელი კაცი იყო. თან ძალიან კაი წერალი არის. ხო წერალი არის. ხო წერალი. მე ის გავასწრებ ფრაზები არ მახსოვს. შენ პატარა იყავი მაშინ რომ მოკვდა და მაგიტო ალბათ. კაუჩი ოტია იოსელიანი ჩემთვის იყო კომედიანტი უფრო მეტად ვიდრე სხვა რამე. მაგრამ მივასწრებდა. აი ამ ვიდეოს დავარქმე, რა დავარქვა? ჰაერის დაბინძურება და ოტია იოსელიანი, ესე წერა. რა სჭრი? ლიმონი? რა გვინდა ლიმონი? ჩემთვის მეც მინდა ლიმონი.
მე თქინდა ლიმონი. მე აი მჟავია და რაღაც. დალევა გინდა? დალევ ლიმონს. ლიმონს კი არ ფრენსის ხას დავლიო ბიჭო. რა ლიმონი როგორ დავლიო? ხო, დაბერად გინდა ლიმონი. შენ სვამ ლიმონს? ო! აზე. არა. ამოიძებს დავარქმევ ჰაერის დაბინძურება და ლიმნის დალევას. არ გაბძანდებოდეთ. ნახვამდის, ხვალამდე, ზეგამდე.